ვირტუალური დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის გრძელდება. გუშინ ნიკა მელიამ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი მასზე ეჭვიანობას ბოლო პერიოდის განმავლობაშიც არაერთგზის ავლენდა. გარდა ამისა, ის საუბრობს იმ ჰიპოთეტურ ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი ჯერჯერობით არ დასახელებულა, თუმცა რომელიც ღალატში მიხეილ სააკაშვილმა ამხილა. ამიტომ ნიკა მელია თავდაპირველად უპირველეს ყოვლისა მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს ამ ადამიანის პიროვნებაზე ღიად ისაუბროს და გარდა ამისა მითითებები იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ უნდა ითქვას თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილის მოციქული 2022 წელს, თუნდაც ქართულ ოცნებასთან. კითხვის ნიშნები არის ძალიან ბევრი, კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით კი ჯერჯერობით არაფერი არ თქმულა ერთმანეთის მხრიდან. რაც შეეხება ნიკა მელიას კრიტიკულ პოსტზე პასუხი ნაციონალურ მოძრაობაში, ლექსები გაახსენდათ პარტიაში. ამის საპასუხოდ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არავისზე არ ეჭვიანობს, რომ ის ყველას მიმართ არის კეთილგანწყობილი და ცდილობს, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოში გააუმჯობესოს. სულ ცოტა ხნის წინ ამავე თემაზე პოსტები დაწერეს ანი წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმაც. ბეჟაშვილი მაგალითად ამბობს, რომ ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილი არასოდეს უყვარდა, თუმცა მის პარტიაში მაღალი თანამდებობები ყოველთვის უნდოდა. რაც შეეხება წითლიძეს, ისიც საკმაოდ კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ნიკა მელიასთან დაკავშირებით და ორივეს ნარატივი, ორივეს პათოსი არის უცვლელი. იმასთან მიმართებით, რომ ნიკა მელიას კრიტიკასა და როგორც თავად უწოდებენ მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმებში, ახალი მათ არაფერი არ უნახავთ და რომ ეს ყველაფერი მათთვის მანამდეც ცნობილი იყო. ზოგადად არ მხოლოდ პატიმრობაში ყოფ ადამიანს გულისხმობ, რომელმაც გუშინ ეს სტატუსი დაწერა, ზოგადად ყველა ეს ოპოზიციონერი, რომელიც ებრძვის მიხეილ სააკაშვილს, მახსენებს ეს ქართულ ლექს აგიაშვილსა ნიკასო, არ ყვარებია პიკასო, გადარეულა პიკასო, რა დაუშავე ნიკასო. აი მართლა ამას მახსენებს, ყველა ეს განცხადება, რაც კეთდება, იმიტომ რომ ამ ადამიანებს უბრალოდ სამიზნე აქვს არეული, პუტინის და ივანიშვილის მთავარი ოპონენტი არის კაცი და მასთან ბრძოლა ნამდვილად მახსენებს ამ ლექს და არ აინტერესებს ხალხს ეს ყველაფერი, ეს გარჩევები. თავარი არის გავასწოროთ სამიზნე, უნდა ვებრძოლოთ ივანიშვილის რეჟიმს და კონსტრუქციულ კრიტიკას ხოლმე მიხეილ სააკაშვილის ან მის კონკრეტულ მოსაზრებებს არ უნდა უპასუხოთ ხოლმე ისტერიით, არამედ საქმიანი საუბრით, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი ყველას მიმართ აბსოლუტურად ამჟღავნებს კეთილგანწყობას და თანამშრომლობის სურვილს. აი ეჭვიანობაზეც საუბრობს. აი ამ წელშიც რა ვთქვათ, უბრალოდ აი რას ნიშნავს? ამაზე ის ლექსი არის პასუხი, არავინ არავითარ არ ეჭვიანობს ხა. მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ აქვს საეჭვიანო სხვა პოლიტიკოსები. ახლა მთავარი კითხვა არის ის, თუ ვინ არის კაცი, რომლის სახელს და გვარსაც ჯერჯერობით არც მიხეილ სააკაშვილი არ ამბობს და არც ნიკა მელია, თუმცა ნიკა მელია მკაფიო ხაზს უსვამს იმას, რომ ეს არის იყო უბრალოდ მოციქული, როგორც თავადვე უწოდებს მიხეილ სააკაშვილის ქართულ ოცნებასთან, რომელიც 2022 წელსაც ეთანამშრომლებოდა მათ შორის სააკაშვილს. ამბობს იმასაც, რომ მისივე ციტირება რომ მოვახდინოთ, ამავე ადამიანმა სააკაშვილი 2022 წელს გადააგდო. ეს იყო მთავარი კითხვა ქართული ოცნების წარმომადგენლებთან. ჩვენმა ვკითხეთ, იციან თუ არა იმ პიროვნებაზე, რომელიც ნიკა მელიას მტკიცებითა და ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილს ეთანამშრომლებოდა მათ შორის ვივა მედში ყოფნის პერიოდში და სჯერათ თუ არა შესაძლოა ამ ვერსიისა და ვარაუდის, რომ მათი პარტიის წარმომადგენელს ჰქონოდა კომუნიკაცია იმ პირთან, იმ პოლიტიკურ ფიგურასთან, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, რომლითაც მტრის ხატის შექმნას მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობს ქართული ოცნება. ოცნებაში ამბობენ, რომ ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის შორის მიმდინარეობს დაპირისპირება, პარტიულ თანამდებობებზე მიმდინარეობს, მათ შორის დაპირისპირება გავლენებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან ერთ პარტიაში, მაინც ამას ამბობენ ქართული ოცნების წევრები და ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები და ამბობენ იმასაც, რომ კატეგორიულად ემიჯნებიან იმ იდეას, რომ შესაძლებელია ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ რომელიმე პირს ან მით უფრო ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელს მიხეილ სააკაშვილთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია ან ურთიერთობა ჰქონოდა. ნაციონალური მოძრაობის ელექტორალური მხარდაჭერა ვისკენ გადაიხრება საბოლოო ჯამში ის მცირე, მაგრამ მაინც ელექტორალური მხარდაჭერა ვის შეხვდება წილად, აი ამაზე არის ახლა მთავარი ეს არის ახლა მთავარი საჯილდაო ქვა საბოლოო ჯამში მე შემიძლია გავაკეთო ჩემი პროგნოზი, რომ ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს და ნიკა მელია დამარცხება. ჩვენსა და მიხეილ სააკაშვილის შორის არანაირი მოლაპარაკებები არ არსებობდა, კონკრეტულ დანაშაულში არის ბრალდებული, რომელიც დაუმტკიცდა და ამ დანაშაულის გამო იხდის სასჯელი.
სასჯელს. ეს ეხლა რაც შეეხება თვითონ ერთმანეთში რას ირყვებოდნენ და რას ეუბნებოდნენ თავის ამომრჩეველს, ეგ მათ სინდისზე იყოს, ჩვენ გამჭვირვალედ მუშაობთ, არავისთანაც მოლაპარაკებები გქონია და არც გვეშინია ბატონი მელიას გზავნილებისა და წერილების შეუძლია რომ ღიად ილაპარაკოს, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. შინ იყო ქებადიდებაში სააკაშვილს დღეს რაც ხდება ყველა კარგად ხედავთ, მათ შორის დაპირისპირების საგანი რა არის და როგორ არის და ახლა ცდილობს რომ მაქსიმალურად თავი დაიძვრინოს და ყველაფერი ერთ მხარეს გადააბრალოს. ახლა ჩვენთვის კიდევ ვამბობ რომ ეს არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. სააკაშვილი იქნება თუ მელია. ზოგადად კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ჩვენთვის ესენი 4 წლის წინ მსგავსი ინფორმაცია ჰქონდა. უნდა გამოექვეყნებია და მეცაც გეტყვით ახლა სააკაშვილს ასტომ მიმართავს ღია წერილი. ამ წერილის შინაარსით იკვეთება რომ მელიას აქვს ინფორმაცია ვისზეც არის საუბარი. გამოვიდეს და თვითონ გაასაჯაროვოს და მე მოხდება შესწავლა ხომ აღნიშნული ფაქტის ახლა ეუბნება სააკაშვილს შენ გაასაჯარო როცა თვითონ იცის და პოლიტიკოსია ხო ყოველ შემთხვევაში ასე თulis თავს და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერად მიიჩნევს თავს და გამოვიდეს და თვითონ გაასაჯაროს და თვითონ დაასახელოს. ეს იქნება აბსურდი დარწმუნებული არანაირი კონტაქტი ქართული ოცნების მით უმეტეს მაღალ ჩინოსანს ახსენებს თუ არ ვიცი ვის ახსენებს იქ არავის კონტაქტი არ ექნებოდა მიხეილ სააკაშვილს რაღაც ერთგვარი მაგათი დადგმული ფანდია. ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობის კონტურები ბოლო პერიოდის განმავლობაში თავდაპირველად მაშინ გამოიკვეთა, როდესაც საკუთარ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა ღალატის ვერსიაზე ისაუბრა, შემდგომ რამდენიმე დღეში დაწერა პოსტი, რომ არ უნდა მიიტანოს არავინ ეჭვი ნიკა მელიაზე და რომ ის ამასთან დაკავშირებით არაფერ შუაში არ არის, თუმცა სხვა საკითხში დასდო ბრალი მედიას თქვა, რომ თითქოს ნიკა მელიამ დაშალა მიხეილ სააკაშვილისათვის მოწყობილი მრავალ რიცხოვანი აქცია და აქცენტები გადაიტანა საარჩევნო პროცესებზე. ნიკა მელიას პოსტი გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი გუშინ საღამოს საათებში. მან თქვა, რომ არ სურდა პასუხის გაცემა სააკაშვილისთვის, თუმცა იძულებული გახდა და ეს იყო საუკეთესო ვერსია საზოგადოებაში არსებული დაბნეულობისა და კითხვის ნიშნების გასაფანტად. მელიამ რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის თქვა ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაერთგზის გამოავლინა ეჭვიანობა მასთან დაკავშირებით, თქვა ისიც, რომ 2022 წელს სააკაშვილს ყავდა მოციქული ქართულ ოცნებასთან და მათ შორის ვივა მედში ყოფნის პერიოდშიც ჰქონდა კომუნიკაცია ამ ადამიანთან და მისივე ციტირება რომ მოვახდინოთ, შემდგომ მათვე გადააგდეს, გრძელდება დაპირისპირება ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ჩვენ მოვისმინეთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების კომენტარები, თუმცა კოალიციაში ამ ეტაპზე ნიკა მელიას თანაგუნდელობის მხრიდან ჯერჯერობით დამატებითი კომენტარები არ გაკეთებულა. პირდაპირ